ფასების შემცირების შესაძლებლობაზე სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის შემდეგ მუშაობა საკანონმდებლო ორგანოშიც დაიწყება. საპარლამენტო კომისია მიმდინარე კვირიდან ჩამოყალიბდება და მას პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი უხელმძღვანელებს. სამთავრობო საკოორდინაციო კომისიამ ბოლო 2 კვირის განმავლობაში რამდენიმე შეხვედრა გამართა სუპერმარკეტების, სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებსა და მწარმოებლებთან, ასევე ფარმაცევტულ კომპანიებთან და ნავთობი იმპორტიორებთან. შეხვედრებზე ბიზნესის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ფასების შემცირების შესაძლებლობა არსებობს, თუმცა როგორი იქნება გადაწყვეტილება აპრილში გაირკვევა, როდესაც საკითხზე მოკვლევა დასრულდება. როგორც მთავრობაში ამბობენ, სწორედ ამის საფუძველზე შეიძლება იყოს მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილება, მათ შორის არ გამოირიცხება საკანონმდებლო ცვლილებებიც. საქართველოში 2025 წელს 11,500-ზე მეტი სამშენებლო ნებართვა გაიცარეთ, წინა წელთან შედარებით 4%-ით შემცირებული მაჩვენებელია. საქსტატის მონაცემებით ქვეყანაში მშენებლობა 11 მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტ ფართობზე იგეგმება, რაც 5%-ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით. ნებართვების 70%-ზე მეტი ნაწილდება ქვეყნის 4 რეგიონზე, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 46% მოდის თბილისზე, 10% ქვემო ქართლის რეგიონზე, ასევე 10% კახეთზე, 7 კი აჭარაზე. საქართველოს ვაშლის ექსპორტიდან რეკორდული შემოსავალი მიიღო. 2025 წელს თითქმის 27,000 ტონა ქართული ვაშლი გაიყიდა საექსპორტო ბაზრებზე, მიღებულმა შემოსავალმა კი 14 მილიონ დოლარს გადააჭარბა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, რომ შედეგები განპირობებულია წარმოების ზრდით და შენახვა გადამუშავების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებით, რამაც უზრუნველყო ხარისხი და უწყვეტი მიწოდება. სამინისტროში ასევე ამბობენ, რომ ქართულ ვაშლს აქვს ექსპორტის დივერსიფიკაციის რეალური შესაძლებლობა, პერსპექტიულ ბაზრებად კი განიხილება ახლო აღმოსავლეთი, ჩრდილოეთ აფრიკა, ინდოეთი და ცენტრალური აზიის ქვეყნები. პირველად საქართველოში პოზიტიური ფსიქოლოგიის შესწავლა გახდა შესაძლებელი. დაინტერესებულ პირებს კურს რუთ აკადემიას თავაზობს. როგორც აკადემიაში აცხადებენ, პირველი ნაკადი პოზიტიური ფსიქოლოგიის კურსზე სწავლას 6 თებერვლიდან დაიწყებს. გარდა ფსიქოლოგიისა, აკადემიაში მოსწავლეები გაიცნობიან ისეთ პოპულარულ ინდუსტრიებს, როგორებიცაა მარკეტინგი, დიზაინი და მენეჯმენტი. საწყის ეტაპზე ახალი აკადემია მომხმარებლებს სწავლებას ონლაინ რეჟიმში შესთავაზებს. მარტიდან კი გამოცხადდება კურსები, სადაც ფიზიკური დასწრება იქნება შესაძლებელი. აკადემიას აქვს 4 ძირითადი მიმართულება. ეს მიმართულებებია ფსიქოლოგია, მარკეტინგი, მენეჯმენტი და დიზაინი. ამჟამად გვაქვს პირველი 4 კურსი წარდგენილი მომხმარებლებთან. ეს კურსებია პოზიტიური ფსიქოლოგია, კრეატიული მარკეტინგული კომუნიკაციები, ტექ რეკრუტინგი და ტალანტ მენეჯმენტი და ასევე UI UX დიზაინი. ჩვენი აკადემია ორიენტირებულია პრაქტიკულ სწავლებაზე, რაც უზრუნველყოფს, რომ მომხმარებელმა მიიღოს მაქსიმალური პრაქტიკული სწავლება, რომ შემდეგ გამოყენება შეძლოს აღნიშნული ცოდნის, რომელსაც ჩვენთან მიიღებს. კურსების ხანგრძლივობა მინიმუმ შეადგენს 2 თვეს, 2 თვიდან 9 თვემდე შეიძლება გაგრძელდეს კურსი. რა თქმა უნდა, ეს მისი მიმდინარეობით და სპეციფიკიდან გამომდინარე დგინდება. კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი, რითიც შეძლებენ სხვადასხვა კარიერულ განვითარებას. რეკორდული ფასის შემდეგ ოქრო უფასურდება. ძვირფას ლითონზე ფასის შემცირების მიუხედავად ფინანსური ინსტიტუტები მაინც ოპტიმისტურ სცენარს ინარჩუნებენ. მსხვილი კანადური საინვესტიციო ბანკის BMO კაპიტალის პროგნოზით წლის ბოლოსთვის 1 უნცია ოქროს ფასი $6,650 ფარგლებში იქნება. 2027 წლისთვის კი ღირებულება $8,650 მიაღწევს. ოქროს ფასმა წლის პირველივე თვეს არაერთი ისტორიული რეკორდი მოხსნა და 1 უნციაზე $5,500-საც კი გადააჭარბა. ამჟამად ღირებულება შედარებით შემცირებულია და საერთაშორისო ბირჟებზე $4,893 ივაჭრება. ვარდნა კრიპტოვალუტების ბაზარზე წამყვანი კრიპტოვალუტის ბიტკოინის ფასი $79,000-მდეა, რაც ერთ კვირაში 11%-ზე მეტად შემცირებული მაჩვენებელია.
18%-ზე მეტად დაეცა ეთერიუმის ფასიც, მთლიანობაში კი კრიპტოინდუსტრიის კაპიტალიზაცია 2 ტრილიონ 650 მილიარდი დოლარის ფარგლებშია, მაშინ, როდესაც გასული წლის ოქტომბრის დასაწყისში ბაზრის კაპიტალიზაცია 4 ტრილიონ 280 მილიარდ დოლარს აღწევდა. როგორც სპეციალისტები ამბობენ, მიზეზი გეოპოლიტიკური რისკები და კრიპტობაზრის ჩამორჩენაა, მაშინ, როდესაც ძვირფას ლითონებზე ფასები ახალ რეკორდებს აჩვენებს, ინვესტორებს აღარ სურთ კაპიტალი არასტაბილურ აქტივებში დააბანდონ.